de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 245 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამშვილდაძესთან. მიმდინარე კვირაში რუსეთი იმაზე უსუსური იყო, ვიდრე წინა კვირაში. ოდესმეს ვიტყოდი, რომ ვიდრე ოდესმე თქო, მაგრამ არ ვიქნები მართალი, ყოფილად უფრო უსუსურებიც. მაგრამ ეხლაც აი კარგ უსუსურებაში არის. რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბანკების თანამშრომლებს უკრაინული დრონების ჩამოგდების უფლებას აძლევს. მართლა. ანუ თურმე აქამდეც უნდათ ბანკის თანამშრომლებს უკრაინული დრონების ჩამოგდება, მაგრამ უფლება არ ქონდათ, გაიგეში, რა ეკნა. კანონპროექტის მიხედვით ბანკები საკუთარ ობიექტებზე რადიოელექტრონული ბრძოლის აღჭურვილობის დამონტაჟების ხარჯებს თავად დაფარავენ. არ დაფარავენ და თავიანთი აჯობებს. კანონპროექტია ესა, იდეა კი არაა. იგივე კანონპროექტის მიხედვით შერჩეულ თანამშრომლებს უფლება ექნებათ ჩაახშონ დრონების მართვის სიგნალები და გაანადგურონ უპილოტო საჰაერო წყალქვეშა და სახმელეთო აპარატები, რომლებიც მათ ობიექტებს საფრთხეს შეუქმნიან. ყველაზე მეტად მეშინია რუსეთმა არ მიიღოს კანონი, რომლითაც ბანკის თანამშრომლებს უფლებას მისცემენ ომი მოიგონ. მაგის უფლება თუ მიწესო. რუსეთის უსუსურობაზე კიდევ ერთი ამბავი გვაქვს. რუსეთში ეძებენ მანიაკს, ის ომში კოლონიიდან გაიწვიეს და გაიქცა. მანიაკი ანდრეი კიიკო, რომელსაც ათეულობით ადამიანის გაუპატიურება, მკვლელობა ედებოდა ბრალად და რომელსაც ათეულობით წელი ჰქონდა მისჯილი, რუსებმა გამოუშვეს. აი ასეთი ადამიანი გამოუშვეს კოლონიიდან, ისე უჭირთ უკრაინასთან. გასაგებია, რომ უკრაინასთან ომში გაუშვეს, მაგრამ რაღაც პროცენტი ხო ჰქონდა, რომ გაქცეულიყო. რაღაცა რა, 100% ჰქონია, გაიქცა. ვაგრძელებთ რუსეთის უსუსურობის თემას. ამერიკის შეერთებული შტატებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრ ალიმოვს გაეროს დებატებზე დასასწრებად ვიზა არ მისცეს. არ ჩვენ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა ამერიკის ვიზებზე, მაგრამ აი ამათ დაცინვა მაინც ჯერ თავისუფლად შეგვიძლია. საბოლოოდ გაეროში სიტყვით გამოვიდა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია. ციტირებ: ჩვენ არასდროს ვუმიზნებთ მშვიდობიან მოსახლეობას განზრახ. ანუ ძალით კი არ ვესვრითო, სხვაგან ვისვრით და მშვიდობიან მოსახლეობას ხვდებაო. ანუ დედამლები კი არ ვართო, ყლები ვართო. რაღაცა საკაიფო რუბრიკა გამოდის, ეს რუსეთის უსუსურობა. მოდი გავაგრძელოთ. რუსეთმა და თალიბანმა
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. რუსეთმა და თალიბანმა. რუსეთი აღარ ხუმრობს ზმაო, ხედავ თალიბანი, სამხრეთ ოსეთი, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, ბანკების თანამშრომლები ბრა. მანიაკი. სერიოზული ძალა გახდა უკვე. რუსებს განსაკუთრებით აეწვათ სომხეთის დასავლური კურსი. თავიანთი მაქსიმუმი ჩადეს სომხეთის არჩევნებში. ყალბის აიტები, ჩანერგილი ამორჩევლები, მაგრამ არაფერი გამოდის. პაშინიანი უგებს ყველანაირად. ამას ემატება ამერიკის მხარდაჭერაც. აბა ომი გინდათ, აი მაგანაც არ იმუშავა სომხეთში, იმიტომ რომ ქონდათ ომი და რუსეთი არაფერში დაეხმარა. პირველი რაქნეს აბა რუსებმა სომხეთში დასავლურ კურსზე. ადვილი გამოსაცნობია. რუსეთმა სომხური მინერალური წყლისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი შეწყვიტა. აუ გაუჩერეს. მეორესაც გამოიცნობთ. რუსეთი სომხეთს დაემუქრა, რომ თუ ევროკავშირთან დაახლოებას გააგრძელებს, გაზის მიწოდება შეუწყვეტს. ეს ყველაფერი ჩვენთვის ნაცნობია და ვიცით როგორ გრძელდება. შემდეგი ნაბიჯია სომხეთში რუსული ხელისუფლების მოყვანა. საბედნიეროდ პარტია სომხური ოცნება, რომელიც 2018 წელს დაარსდა, ჯერჯერობით წარმატებას ვერ აღწევს. დღევანდელი ეპიზოდი მეგობრებო მაისის ბოლო გადაცემაა. და დიახ, სწორად მივხვდით, მაისის ტოპ 5 განცხადება უნდა შემოგთავაზოთ. მეხუთე ადგილი. შალვა პაპუაშვილი. როცა დანიაში ძაღლებს უქცევენ ადამიანებს, შემდეგ ამ ქვეყნის ელჩი საქართველოზე პრეტენზიებს ნუ გამოთქვამს. დავაკონკრეტებ, შალვამ ნამდვილი ძაღლები იგულისხმნა. ანუ თვითონ ძაღლი. ანუ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქოცებს ძაღლები არასოდეს გამოუყენებიათ დარბევისას ჯერ. ანუ დათვის ტყუები, ტიტუშკები, გაზი, ქიმიურია, კი ბატონო, მაგრამ ავჩარკა არა და არასოდეს. მეოთხე ადგილი ირაკლი კობახიძე. ევროპული სტრუქტურებისთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება. მართალია ირაკლი, არ გვინდა ეგეთი ევროკავშირი. ეს ჩემი სიტყვები არა, ესეც ირაკლი თქვა. ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. ანუ პირდაპირ კი არ ამბობენ, რომ არ უნდათ ევროკავშირი. სხვანაირი უნდათ. სხვანაირი რო იყოს ევროკავშირი, ხო აღარ იქნება. დაუკვირდით. ეგეთი ევროკავშირი, აი ეგ არის. როგორიც ეგ არის, აი ეგეთია ევროკავშირი. მესამე ადგილი კახა კალაძე. სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფელი სტატუსებია. ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს. იქვე უნდა დაემატებინა, ვინც არ მეთანხმებით, გამოექაებთ თაწმინდიდან. მეორე ადგილი მამუკა მდინარაძე რეჟიმის პატიმრების შესახებ. როცა მათ უწოდებთ სინდისის პატიმარს, განზრახ შექმნილი ბარიერია, რომ არ შეიწყალონ. მიხარია რომ მამუკა წამოვიდა სუსიდან. ჩვენს ტოპ 5-ში მეორე ადგილმა წონა დაიბრუნა. მეორე ადგილი უკვე მეორე ადგილია. აზრი მიეცა. მამუკას არ ყოფნაში ისეთი ხალხი ხვდებოდა მეორე ადგილზე. გული გაგისკდებოდა. პირველ ადგილზე გავიდა ტელეკომპანია იმედი ქარდით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა არიან გამოსახული. იმედი ტელევიზიის ნაცვლად ანტონიმების ლექსიკონი რო იყოს, იდეალური ქარდია. ანუ დიდი და პატარა არა ეგეთი იდეალური ანტონიმი,
როგორც კოსტავა გამსახურდია და ბიძინა. ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვკითხეთ. ბიძინა ივანიშვილის და მერაბ კოსტავას. რამე აქვს საერთო? გაინტერესებთ პასუხი. ციტირებ. მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მერაბ კოსტავას შორის რაიმე ნათესაური ამ პირდაპირი პირადი კავშირი არსებობდა. ხელმისაწვდომ ბიოგრაფიულ წყაროებში ასეთი კავშირი არ ფიქსირდება. ხელოვნურმა ინტელექტმა ვერც დაუშვა რა კავშირი შეიძლება იყოს ამ ორ შორის და ნათესაობა ნათესაობი ხო არ არის. აბა ღირებულებაში აი რა უნდა გადაემოწმებინა რა? არც უფიქრია რამე სხვა კავშირი ეპოვა გარდა ნათესაობისა. და ეს იყო პირველი ადგილი და ახლა ოსკარი. მაისის თვეში ოსკარი დაიმსახურა ირაკლი კობახიძემ. აი ამ განცხადებით. მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებ. შენ სათხართ მეგობრებო, ერთ დღეს პუტინიც იტყვის ამას. ნახე. ცოტა ხნის წინ უკვე უწოდა სხვა შორის გასპაძინ ზელენსკი. პირველად ომის დაწყების შემდეგ გახდა გასპაძინ. მოიცა უკრაინა ბალისტიკური რაკეტები ჩაუშვას წარმოებაში და გასპაძინი კი ივო პრივასხაძიწეს ტვაც ნახდება. თუ საჭიროა. აი. ოსკარი გავეცით. ოსკარი გავეცით, ნაყოფიერი თვე იყო ოსკარი გავეცით, ეხლა უნდა გავცეთ პულიცერის პრემია. პირველი ადგილი გავარკვიეთ, ოსკარი გადავიდა, დაგვრჩა პულიცერის პრემია. მაისის თვეში პულიცერის პრემია მოიგო მარიამ ლაშხმა. აი ამ განცხადებით. ძირითადად ყველაფრის მიღმა ზნეობრივი პრინციპი დგას და კანტის კატეგორიული იმპერატივი გვახსენებს. რომ ადამიანი მხოლოდ საშუალებად არასოდეს უნდა გამოიყენოს. ჩემი აზრით უკვე დროა ყველამ კალამი დავდოთ და გზა დაუთმოთ მარიამ ლაშხს. კარგი, გადავიდეთ სხვა ამბებზე. სამყაროში ერთადერთი კარგი ამბავი ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 12 დღე რჩება. ვისაც ფეხბურთი არ გიყვართ, თქვენთვის კარგი ამბავი საერთოდ არ გვაქვს. რა დროს ფეხბურთიაო იტყვით და 100%-ით მართლებით ხართ, მაგრამ უბრალოდ ხანდახან გულის გადაყოლება აუცილებელია, თორე მთელი პლანეტა დასაწვენი ვართ უკვე. მსოფლიო ჩემპიონატი კიდე ერთხელაც შეგვახსენებს კაცობრიობას, რომ სახელმწიფოებს შეგვიძლია ბომბების გარეშეც შევეჯიბროთ ერთმანეთს. თან გავერთოთ, თან სხვაზე უკეთესობის დამტკიცების აზარტიც მოვიკლათ და თან არავის სიცოცხლე ჩავარდეს საფრთხეში. სამწუხაროდ მსოფლიო ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ იმართება და 4 წელიწადში შეხსენება როგორც ჩანს არ არის საკმარისი. თუმცა შიგადაში ეხა ევროპის ჩემპიონატიც არის, ოლიმპიადა ისა, რავი, ჩემი აზრით სპორტი არის ომის აიქოსი. შეგვიძლია რომ ომი ნელ-ნელა გადავაგდოთ სპორტით. დღეს კოკა-კოლა გვაქვს გერმანიის დროშით. გერმანიას ერთ-ერთი ყველაზე მეტი გულშემატკივარი ყავს საქართველოში. საქართველოში გერმანიის ნაკრების გულშემატკივართა რიცხვი მაშინაც კი არ შემცირებულა, როდესაც გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძეც გერმანიის გულშემატკივარი. ასე თურმე გერმანიის გულშემატკივარი. ანუ ირაკლი გერმანიას დემოკრატიას და ეკონომიკას უწუნებს. თორე ნოიერი და ვირცი მოსწონს. ისე რა საოცარი აუხსნელი რამეა ფეხბურთი. გერმანიის ნაკრები არის ბრძოლა, თავდადება, ენერგია, ქარიზმა. კობახიძეს რატომ მოწონს? რა შუაშია? ახალგაზრდებს არ გემახსოვრებათ 90-იანებში ხანდახან მოდიოდა
სუსტი დენი. აი სულ არაფერი ჯობდა, პატარა ჯიბის ტელევიზორს ჩართავდი. ეგეთი დენი იყო რა, სუსტი. ადამიანებს ფუნქციონირების დენი რო გჭირდებოდეს, აი ყობახიძე მაგ სუსტ დენზეც იმუშავებდა. ანუ რა რეჟიმშიც ყობახიძე როგორც დადის, როგორც საუბრობს, როგორც გიტარაზე უკრავს, აი ყველაფერს აი მაგას ეყოფოდა. და აი მაგა გერმანიის ნაკრებთან რა საერთო იპოვა მართლა ვერ ხვდები. მიუხედავად ყობახიძის ფაქტორისა გერმანიის ნაკრებსაც უსურვებ წარმატებას, რავი, თქვენ რა შუაში ხართ. თქვენი რა ბრალია. გადავიდეთ მთავარ თემაზე. დღეს შესაანალიზებელი თემად გვაქვს სისტემური ძალადობა. არ ვიცი ხა ამ თემაზე ჩვენ ფორმატში მხიარულად როგორ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ნუ ფორმატია ვეცდები. თელმა საქართველოს ნახეთ კადრები, როგორ დაუნდობლად სცემს პოლიცია მოქალაქეს. საქართველოში კანონი, სამართალი, ადამიანობა, არაფერი რო აღარ დარჩა, ეგ ისედაც ყველა ვიცოდით, მაგრამ ქვიშაში თავჩარგული ადამიანების დასარწმუნებლად მნიშვნელოვანია ასეთი მტკიცებულებების არსებობა. გორის ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ ბევრმა ადამიანმა ქვიშიდან ამოყო თავი, დააგმო ძალადობა და ისევ ჩავყო. მაგრამ ნუ ეგეც საქმეა. ეგეც საქმეა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჯაფა დაადგათ ტროლბოტებს. ამის გაправება არ გინდა ეხლა, ძალიან გაწვალდნენ, ძალიან. თავიდან შემოაგდეს ვერსია, რომ პოლიციამ ბარი გასცემო. ამ ვერსიამ ვერ იმუშავა ორი მიზეზის გამო. მალევე გაირკვა, რომ წესიერ პატიოსან ადამიანს გადაუარა პოლიციამ და მეორე იმიტომ ბარი გასრო იყოს რა ძალადობა მოსულა? პოლიცია ან ხარ ღირსეული, ან არა. მუხლს რა მნიშვნელობა აქვს? პოლიციელი ანუ ანგარის ფაქტურის გამყალბებელს ჰუმანურად ექცევა და ნარკორეალიზატორს ცემს? ესაა მორალი. მოკლედ, ტროლბოტობის პირველმა აკოცკოცებამ ვერ იმუშავა. ბარიგობის ვერსიამ ვერ იმუშავა. მერე გადავიდნენ დანაზე. დანა ქონდა ძმაო და გაანეიტრალეს. ამ ვერსიამაც ვერ იმუშავა, იმიტომ რომ არ ქონდა დანა. პოლიციაც მოუმზადებელი შეხვდა ამ ამბავს და დანის ჩადება ვერ მოასწრეს. გაიგე? თან დანაც რომ ქონდა კადრებში ჩანს, რომ უკვე დაკავებულს გაკოჭილს განეიტრალებულსაც კაი ხანი ურტყამენ. ატომური ბომბიც რომ ქონოდა, რავი, მაინც ვერ პრავდება გაკოჭილი კაცი ჯგუფურაცემ. სახელმწიფო პროპაგანდას მოკლედ დანის ვერსია ჩაუვარდა. რაღა უნდა ეკნათ? იზოლებული გახდე, ჯადოსნური სკივრი გაეხსნათ. რუსული სტილის პროპაგანდაში არსებობს ჯადოსნური სკივრი, რომელიც ძალიან თუ არ გიჭირს, არ უნდა გახსნა. ყველაფერი უნდა სადო, ყველაფერი იკადრო და თუ არაფერმა იმუშავა, სხვა გზა აღარ და მერე უნდა გახსნა. ამ სკივრში დევს ჯადოსნური სიტყვა მაგრამ. ხოცები იძულებული გახდნენ, რომ ეთქვათ, გმობთ ძალადობას, გამოვიძიებთ, დამნაშავეებს დავждით, მაგრამ ფორმულა ჟურნალისტი როგორ მოხვდა იქ? პოლიცია მიძალადა ადამიანზე და იქ შემთხვევით გაჩნდა ჟურნალისტები, ეს საეჭვო არაა? რამე ხო არ დაგეგმეს პოლიციის დისკრედიტაციისთვის? ესეც უნდა გამოვიძიოთ. ზოგიერთი ტროლი სხვათა შორის უფრო შორს წავიდა და ჟურნალისტის დასჯას ითხოვდა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. ცემას რო შეესრო, ერთი ორში რატო არ და პოლიციაში რატო არ დაერეკავო, პოლიცია ხალხს აცემსო მაგაზე. ადამიანმა რომელმაც მთელ საქართველოს გააგებინა დანაშაულის შესახებ, დავსაჯოთ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ამას ამბობ. გაიგე? ჯადოსნურმა სკივრმაც ვერ უშველათ ხოცებს. რუსულ პროპაგანდას ასე უაზროდ გაეხარჯა, მაგრამ ის ჯადოსნურობა მე პირველად ნახე. ანუ
ანუ ჟურნალისტი მივიდა პოლიციელებთან ვინმე სცემეთ და გადაგიღებთ პოლიციის ავტორიტეტი შევლახოთო და პოლიციამ დავაი რა პრობლემაო და სცემეს კაცი გაიგე და ჟურნალისტმა გადაუღო და გაავრცელა აი ეს ვერსიაც გვაკადრეს ბოლოს როგორც იქნა კონტრპროპაგანდა მიხვდა რომ საკუთარ ტყუილებში უარესად ეხვეოდნენ და არსებულ სიტუაციაში ყველაზე ნორმალური გაправება მოიფიქრეს ეს ცემა იყო გადაცდომა გამონაკლისი პირველად მოხდა ასეთი რამე ნუ ჰაჰა მეოთხედ ნუ რამდენი ვიდეოც არსებობს მაგდენი არის აი რამდენი ვიდეოც არსებობს მაგდენჯერ მომხდარა მაგრამ ეს არ არის სისტემური დანაშაული თეატ ლუკიანმა განაცხადა იმ ექვს პოლიციელს მინდა უსაყვედურო თქვენ ამათ ანუ ჩვენ მიეცით სალაპარაკო ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს აი მეგობრებო ძველი სკოლა მაინც სხვა კლასია დამწყებო ქოცებო უყურეთ და ისწავლეთ როგორ უნდა რაღაცების კადრება ძველი ორთოდოქსი ქოცები რო ჩააჩოჩეთ და რომ მოჯექით თანამდებობებზე ხედავთ ძველები გჭირდებათ მათ თქვენ არ გაქვთ ის კლასი რაც ორთოდოქს ქოცებს სულ რაღაც 6-მა პოლიციელმა ჩაიდინა გადაცდომა და სალაპარაკო მისცა ხალხს თითქოს ზალადობა სისტემური პრობლემაა საყვედური ამ 6 პოლიციელს არადა 6-ზე გაცილებით მეტმა პოლიციელმა იძალა და მოქალაქეზე მარტო იმ კადრში თუმცა რადგან ეხა 6 არის დაჭერილი საყვედური 6 სხვებსაც თუ დაიჭერ საყვედური 12 კაი იცით რა არის მოძალადე პოლიციაზე უარესი რეაქცია რაც ამ ყველაფერს მოხვა მთავრობას და მათ მხარდამჭერებს აშკარად შეგეტყოთ რომ ძალადობა კი არ გეწყინათ რომ გაგიბაზრდათ ეგ გეწყინათ ამ მთავრობაში ამ მხარდამჭერებში ერთ ადამიანსაც კი არ გეწყინათ მოხდარი გულწრფელად ერთ ადამიანს მაინც რომ დაგეგმოთ ძალადობა გულწრფელად მაგრამების და შეთქმულების თეორიების გარეშე ვიფიქრებდით რომ რავი მაგეთ ჯერ კიდევ რჩებით ადამიანები ვისაც ამ ქვეყნისთვის კარგი გინდათ რაღაცებში ვერ თანხდებით მაგრამ რაღაცებში თანხდებით მაგალითად მოძალადე პოლიცია არ გვინდა აი ამაში ვთანხმდებით მაგრამ თურმე სამწუხაროდ ამაშიც ვერ თანხდებით ფეხებზე კიდია ძალადობა იქნება თუ არა მთავარია არ გაბაზრდეს ეგაა პრიორიტეტი ეხა გეკითხებით ძალადობას გვგობ მაგრამ აი ამ ხალხს რა შემთხვევაში იტყვით რომ ძალადობა სისტემურია რამდენი შემთხვევა ჩაითვლება თქვენთვის სისტემურად მითხარით რიცხვი და მე ჩამოგითვლით მაგდენ შემთხვევას რავი ნაწილი ვიდეოებით იქნება ნაწილი ვიდეოების გარეშე თუმცა სარწმუნო მტკიცებულებებით თქვენ რიცხვი თქვით ერთხელ ქონდა ჩაანალიზება კორუფციაზე ქართული ანბანის ყველა ასოზე დაგისახელეთ კორუფციის შემთხვევები მაშინ არ ამოყავით თავი ქვიშიდან გავიდა წლები და ქოცებმავე აღიარეთ სისტემური კორუფცია პრემიერი დაიჭირეთ მინისტრები სხვა მაღალი თანამდებობის პირები ეხლა რატო არ ამბობთ რომ შეცდით რატო არ ამბობთ რომ მიშა აი კორუფციაზე როცა საუბრობდი მაგაში მართალი აღმოჩნდი შეგასიებულო რატო არ ამბობთ როდის იყავით ან ხართ გულწრფელები როცა კორუფციაზე საუბრობდით და არ მიჯერებდით თუ ახლა როცა თქვენვე აღიარეთ და გაყურსულები ხართ მე გეტყვით რა იქნება შედარებით ღირსეული საქციელი არსებულ სიტუაციაში გამოდით და თქვით რომ ფეხებზე მკიდია ამ ქვეყანაში დიქტატურა იქნება თუ დემოკრატია მკიდია ევროკავშირში შევალ თუ არა მკიდია კარგი პოლიცია გვეყოლება თუ მოძალადე არ მაინტერესებს დამოუკიდებელი სასამართლო სანამ მე კარგად ვარ არაფრის შეცვლა არ მინდა აი ეს გითხარით ვინც სიმართლის თქმას გაბედავთ სხვისი არ ვიცი მაგრამ მე რაღაც პონჩი დაგაბაზებთ შვილს ეხლა თქვენ მაგალითი არ გავზრდი ნო მარა ყოველთვის ვიტყვი რომ აი ეს ადამიანი გულწრფელი მაინც არის რა და აქვს გამბედაობა რომ რასაც ფიქრობს ის თქვას გულწრფელობა დამორიცხავს პრობას თუ გულწრფელი ხარ აღარ იქნები იქნები
გულწრფელი, მედროვე, არაემპათიური, ეგოისტი, მაგრამ ნო, არ ხარ. ჩემი აზრით, გულწრფელი მედროვეობა გაცილებით უკეთესია. თუ კიდევ ქრისტიანულად შევხედოთ ამ საკითხს, დავანებოთ თავის ზოგად მორალს, კანონებს, კონსტიტუციას, მხოლოდ ქრისტიანული დოგმატიკით ვიხელმძღვანელოთ. ქრისტე გაცილებით მკაცრია ფარისევლების მიმართ, ვიდრე ღია ცოდვილების მიმართ. მათ ესახარება თავი 21. ქრისტე ეუბნება ფარისევლებს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში. 21 თავის ბოლოს უკვე ვკითხულობთ, როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას. მძიმე ცოდვაა მეძაობა, მაგრამ ფარისევლები მათზე უკან დგანან სასუფეველის გზაზე. იგივე შეგვიძლია გავავრცელოთ ნებისმიერ სხვა ცოდვაზე. ყველაფერს ჯობს ვეცადოთ უარი თქვა ცოდვაზე, მოვინანიოთ, მაგრამ თუ ორ ცუდს შორის არის არჩევანი, რავი, ალალი გ***ობას ჯობს ფარისევლობას. ჯობს ალალი მრუში იყო, ვიდრე ჩუმად დაბოზაობდე და ოჯახის სიწმინდის დღეს ზეიმობდე კამერების წინ, გაიგე? სახარებით 100-ია. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ყველა ღირებულებით სისტემაში ეგრეა, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი სახარებით ვისაუბროთ. თუ არ მეთანხმებით, მობრძანდით და ვიდებატოთ. თუ გინდათ სამთავრობო არხებზე, თუ გინდათ ჩვენთან, მხოლოდ ქრისტიანულად. სადაც გინდათ დაგიმტკიცებთ, რომ ქრისტიანულად გულწრფელი გ***ს მეტი შანსი აქვს 64-ში მოხვდეს, ვიდრე ფარისეველს. ლუკაშენკო, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ დიქტატორია, უფალთან ოდნავ უფრო პირნათელია, ვიდრე კიმ ჩენ ინი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკას მართავს. ეგრე ქვია მართლა ჩრდილოეთ კორეის, კორეა ოფიციალურად ქვია ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა. აქვე ლუკაშენკოს დედასა მაგრამ ხო მიხვდით არა რასაც გეუბნებით. სულ ეს იყო რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულას.